კი ევროკავშირს სურს გახდეს გლობალური აქტორი, მას სჭირდება შიდა ევროპული საზოგადოებრივი მობილიზება და შიდა ევროპული კონსენსუსი, გარკვეულწილად მიზანსწრაფვა და ამ მიზნების მისაღწევად შიდა ევროპული ძალისხმევის გაღება. თუმცა მსგავსი პროცესის საწარმოებლად საჭიროა გამაერთიანებელი, მამობილიზებელი იდეოლოგიის ქონა, მაგრამ ის იდეოლოგია, რომელიც არჩეული აქვს ამ შემთხვევაში ბრიუსელს, გულისხმობ ლიბერალიზმს, ამ პროცესის საწარმოებლად არ გამოდგება, ასეთად მხოლოდ შეიძლება მოვიაზროთ ნაციონალიზმი. თუმცა ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, მისი მიზანი და შინაარსი თავის-თავში გამორიცხავს ამ იდეოლოგიის წახალისებას. ეს ორგანიზაცია იმისთვის შეიქმნა, რომ ევროპის კონტინენტზე ევროპული ნაციონალიზმებზე დაფუძნებული კონფლიქტების პრევენცია მოეხდინა. ამიტომ ეს ორგანიზაცია ამ იდეოლოგიას საკუთარ თავში გამორიცხავს, გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი, ასე ვთქვათ, ბრიუსელი ამ იდეოლოგიის წახალისებას მოახდენს, სავარაუდოდ ეს გამოიწვევს ორგანიზაციის დეზორიენტირებას და საბოლოოდ დეზინტეგრაციას. ამიტომ გარკვეულწილად პოლიტიკურ ჩიხში იმყოფება დღეს ბრიუსელი, მას სურს გახდეს გეოპოლიტიკური სუბიექტი, საერთო ევროპული ეკონომიკური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური, კულტურული სივრცე გახდეს, თუმცა მას არ აქვს ეს იდეოლოგიური ინსტრუმენტები, რითაც აი ამ გაერთიანებას და სუბიექტურობას განახორციელებს გეოპოლიტიკურ არენაზე.